თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების აბონავერიანის ვახტანგ ფიცხელაურის გურიელ ქარდავას ალექსანდრე ხაბეიშვილის ბექა ქელეხსაშვილის ნანა სანდერის მამუკა ლაბუჩიძის გიორგი მულაძის ავთანდილ სურმანიძის თემურ ქურციკიძის მარია მეყანწიშვილის და ანტონ უპერის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ ხტომას არესტებოდნენ ვახტანგ ფიცხელაური და ანტონ უპერი. ანტონ უპერი მიმალვაში ამას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. რაც შეეხება ფიცხელაურს, ის ხტომას პროტესტის ნიშნად არესტებოდა. მოსამართლის კითხვაზე ცნობენ თუ არა ბრალდებულები თავს დამნაშავედ, ყველა მათგანმა უარყოფითი პასუხი გასცა. დღევანდელ პროცესზე მხარებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულთა ნაწილმაც, მათ შორის ავთანდილ სურმანიძემ, რომელმაც ხტომაზე საკუთარ ბრალზე კლდანის ციხეში არსებულ პირობებზე და პატიმრების ყოფაზე ისაუბრა. მე პროფესიით იურისტი არ ვარ, უსამართლოა როცა ჯგუფურობას გვედავებიან, რამე დამადასტურებელი ფაქტები ხომ უნდა იყოს. პროკურორს ვთხოვ, ერთი ფაქტი მაინც მოიტანოს, რომელიმე ბრალდებულთან კავშირით უმექნება. ან ვიცნობდი თუ არა რომელიმეს, ამ ბრალდებულებს არასდროს შევხვედრი ვარ. ჩემი სურვილით ჩამოვედი, არავის ჩამოუყვანი ვარ. რიტორიკული კითხვა მაქვს, ეს ადამიანები თუ გამართლდნენ, მერე რა ხდება 9 თვე ციხეში გამოკეტვის შემდეგ? ადამიანებმა C-ჰეპატიტი აიკიდეს, ფსიქოლოგიურ წნეხში არიან. მოგმართავთ როგორც მოსამართლეს, ნომერ მერვე საპყრობილეში გადაიხედოს თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პატიმრები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებებით, მათ შორის გადამდებით დაავადებებით, ერთ საკანში რომ ხვდებიან, ეს არ შეიძლება. როგორც მოსამართლეს გთხოვთ, ჟურნალისტებმა მიაწვდინეთ გარეთ ხმა, გადაიხედოს ეს საკითხი. ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა. საკნებში ადამიანების ტევა არ არის. ეს არის ჩემი გულის ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ საპყრობილეში ვარ გამოკეტილი, არ ვაპირებ გავჩუმდე უსამართლობაზე. ამ უსამართლობების გამო მოვედი აქამდე. არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული მე არ ჩამიდენია. 12 ბრალდებულიდან 11-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. აქედან ერთი ბრალდებული მიმალვაშია. რაც შეეხება მარია მეყანწიშვილს, მას გირაო აქვს შეფარდებული. ჩემ შემთხვევაში დავს მხოლოდ ერთი ვიდეო, სადაც გარკვეული, ესე ვთქვათ, გარკვეული მონოლოგი მაქვს და მონოლოგი მე მგონი დასჭადი არ არის ამ ქვეყანაში. ტერიტორიულადაც არასწორ ადგილს მედავებიან, მეუბნებიან რომ ათონელზე ვიყავი, რაც მთელი აქციის განმავლობაში ერთხელაც კი არ დამიდგა სიკეთე. აქციაზე პირობითად ვიყავი მეც. ძალიან სხვა ძალიან ბევრი ადამიანიც იყო იქ, დაახლოებით 100,000 ადამიანს აღემატებოდა და შესაბამისად თუ ვინმეს ბრალეულობაზე ვსაუბრობთ, როგორც მოქალაქეები, როგორც იურისტები, აქედან გამომდინარე უნდა არსებობდეს ამ პირების ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ასეთი არ მოიპოვება. შემდეგის ხტომა 13 იანვარს 11 საათზე ჩატარდება. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბონავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება ჯგუფურად, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში ნაწილობის მუხლებით წარუდგინეს. მარია მეყანწიშვილის ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან. რაც შეეხება ნანა სანდერს, მას ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით წარედგინა. მას ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც ედავებიან. ბრალდებულები 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ სხვადასხვა დროს დააკავეს. დაკავებებს წინ მრავალათასიანი აქცია უძღოდა. 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მოძრაობა რუსთაველის გამზირმა ეგრეთ წოდებული სახალხო კრება დაგეგმა, რომლის მიზანსაც როგორც ორგანიზატორები ამბობდნენ, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუცია წარმოადგენდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მოგვიანებით კი დემონსტრანტთა ნაწილმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა.